მინდა მიმართოს საზოგადოებას, რომ გამოვიდნენ არჩევნებს. არჩევანი გვაქვს ძალიან მარტივი გასაკეთებელი. ან ჩვენ ვირჩევთ მთავრობას, რომელიც მოგემსახურებათ თქვენ, ქართულ ხალხს, ქართულ საზოგადოებას, ჩვენ სამშობლოს, იზრუნებს ქვეყანაზე, ან ვირჩევთ უცხო ქვეყნის აგენტურას, რომელიც მხოლოდ უცხო ქვეყნის დავალებებს შეასრულებს. თანაც წლევანდელი არჩევნები და დღევანდელი არჩევნები იმითაა გამორჩეული, რომ უცხო ქვეყანას გამოკვეთილი ინტერესები აქვს, რომელიც შეუძლია მყისიერად დაავალოს აგენტურას თუ ჩვენ მოვახერხებთ და მათ ავირჩევთ. მოგეხსენებათ, სამეზობლოში ომია იმ ქვეყანას, რომელიც მართავს აგენტურას და რომელიც დღეს სამწუხაროდ პოლიტიკაშია, სასწრაფო დავალება აქვს, რომ როგორმე საქართველოს ჩაერთოს საომარ მოქმედებებში. გართმევთ, რომ ამას არ დაჭირდება დიდი დრო, ეს მოხდება მყისიერად და ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ ქვეყნის განვითარებაზე ვიზრუნოთ, მივიღებთ კატასტროფას და მივიღებთ ქვეყნის ნანგრევებს. ჩვენ უნდა მოვახერხოთ ამ არჩევნებით, რომ პოლიტიკა გავაცვლოთ კრიმინალისაგან. ჩვენ უნდა მოვახერხოთ ხარისხობრივად მივიღოთ ახალი საზოგადოება, სადაც არ იქნება ესეთი ანტაგონიზმი, არ იქნება ესეთი სიძულვილის ენა, არ იქნება ესეთი პოლარიზაცია. პოლარიზაციის საფუძველი გახლავთ სწორედ ის, რომ ერთი ნაწილი პოლიტიკოსების ზრუნავს და ცდილობს ქვეყანა სამშვიდობოზე გაიყვანოს და გამარჯვებისკენ წაიყვანოს. მეორე ნაწილი, რომელიც ემსახურება უცხოურ აგენტურას, უცხოურ ქვეყანას აგენტურად წოდებული პოლიტიკოსები, ცდილობენ იმას, რაც აინტერესებს უცხო ქვეყანას, კიდევ იმეორებ და ეს ინტერესი დღეს გამოიხატება მხოლოდ იმ მომენტში, რომელიც ჩვენ სამეზობლოში სამწუხაროდ მიმდინარეობს.